რაც გონი. სალამი. ეს ჩვენ ვილაპარაკებთ ობიექტის დეტექციაზე და დავიწყებთ ძალიან შესავალი ლექციით. რაც იქნება უშუალოდ რა არის ობიექტის დეტექცია, რა ტასკს ხსნით, რა მეტრიკები გვაქვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ უშუალოდ ალგორითმულ სიღრმეებში არ ჩავალთ, ვილაპარაკებთ ძალიან შესავლიდან ასე რომ ვთქვათ. ხო? როგორც გითხავით, დავფარავთ, აი აქ არის მოცემული, რას დავფარავთ დღეს, დავფარავთ იდეაში ტასკის დეფინიციას, ასევე bounding box-ების რეპრეზენტაციას განვიხილავთ, რანაირი რეპრეზენტაციები გვაქვს იმას ვიტყვით, რატო გვაქვს ასეთი და ასე შემდეგ. მაგას გარდა ვილაპარაკებთ სხვადასხვა მეტრიკებზე, სხვადასხვა ალგორითმებზე, რომლებიც დაგვეხმარება ობიექტის დეტექციის პოსტპროცესინგის დროს და ასევე პრეპროცესინგის დროს განვიხილავთ ანქორებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შევეხებით ისეთ განმარტებებს, რომლებიც შემდეგ უკვე გაგვიმარტივებს ალგორითმებში წასვლას და იქ სხვადასხვა კონცეპტების გაგებას. კაი. ესა უშუალოდ დღევანდელი დღის თემა და ნუ მოკლედ დავიწყოთ. როგორც ყოველთვის გავყვებით Jupyter Notebook სტილს, ცოტა ვიღაც შემოდის გონი. გავყვებით Jupyter Notebook სტილს, სადაც გვექნება კოდიც, მაგალითებიც და შევეცდებით დავფაროთ მაგალითებით კონცეპტები, ხო? ჩვენ გავლილი გვაქვს კლასიფიკაციის ამოცანა, რომელიც იდეაში შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს სურათი და კლასიფიკაციის მოდელი თუ კლასიფიკაციის flow ჩვენ გვაძლევს ერთ outputs, რაც არის ხოლმე როგორც წესი label, ხო? გავიარეთ კატების და ძაღლების მაგალითი, ხო, მაგალითად, სადაც შემავალთ სურათზე, ჩვენ მქონდა ხოლმე output-ი ძაღლი ან კატა, ხო? ან ნებისმიერი სხვა label-ით შეიძლება იყოს, ხო? თუმცა ეს მხოლოდ ერთი ამოცანა არაა, რომელიც შეიძლება computer vision-ში იყოს ამოხსნილი. გვაქვს კიდევ ბევრნაირი სხვადასხვა ამოცანა, მაგალითად ერთ-ერთი არის ობიექტის დეტექცია და ობიექტის დეტექციის შინაარსი შემდეგში მდგომარეობს. რომ გვაქვს სურათი, შემავალი და გამომავალზე გვაქვს კლასი და კლასის გარდა გვაქვს სად მდებარეობს ეს სურათი და რამდენად დარწმუნებულები ვართ ჩვენს output-ში. ანუ ამ ტრიპლეტს გვაძლევს ხოლმე ობიექტის დეტექციის ამოცანა. მაგას გარდა ზოგადად computer vision-ში როგორც ვთქვით, ბევრი ამოცანის ამოხსნა შეიძლება, ხო? მაგალითად კლასიფიკაცია კი ჩვენთვის ნაცნობია. ასევე შეიძლება ამოცანა ისე იდგეს, რომ ჩვენ გვინდა გქონდეს კლასი ამა თუ იმ სურათის და ასევე გვინდა ამ კლასის ობიექტის ლოკალიზებაც გავაკეთოთ, ხო? უფრო რთული ამოცანა არის, როგორც გითხარით, უკვე ობიექტის დეტექცია, სადაც ერთი კლასის გარდა შეიძლება ბევრი კლასის ობიექტი იყოს და მაგას გარდა გვინდა ლოკალურადაც ვიცოდეთ, სად არის ეს ობიექტი, ხო? მაგალითად, აი ამ სურათზე ჩანს ხო ეს სურათი? თუ გავადიდო. გავადიდო? ასე? ოკეი. ხო, მაგალითად აი ამ სურათზე ჩვენ იდეაში ვხედავთ რამდენიმე ობიექტს, კატები, ორი ცალი კატა ყავს, ერთი duck არის, ხო? და ძაღლი, ხო? სამი კლასი გვაქვს და ეს ამ კლასის ობიექტები სხვადასხვა ადგილებზე არიან, ხო? და ობიექტის დეტექციის მთავარი შინაარსი, როგორც გითხარით, არის შემდეგი. რომ შემავალ სურათზე ჩვენმა დეტექტორმა უნდა დააპრედიქტოს შემდეგი ტრიპლეტი. bounding box-ი, ანუ ლოკალიზაცია, სადაც არის და ამას bounding box-ების დეფინიციას უკეთესად გავაკეთებთ შემდგომში. ხო? ასევე უნდა დაგვიდგინოს კლასი, რა ობიექტის კლასია და უნდა გითხრას რამდენად დარწმუნებულია, რომ რამდენად დარწმუნებულია თავის შედეგში, რომ შემდეგ უკვე post processing-ი გავაკეთოთ ეფექტურად და ამ
ეს რატომ არის საჭირო შემდგომში უკეთესად გავიგებთ, ხო? აი მაგალითად ობიექტის დეტექციის მაგალითი შეიძლება იყოს შემდეგი. რომ ჩვენ გვაქვს სურათი და რაღაც კლასებზე დათრენინგებული დეტექტორი. მაგალითად კატებზე, ზაღლებზე, ავტობუსებზე, ადამიანებზე და ასე შემდეგ და თითოეული ობიექტი მაქსიმალურად კარგად უნდა აღიქვას და ამოიცნოს ამ ჩვენმა დეტექტორმა. ამ შემთხვევაში აქ მაგალითად ამოცნობილი ყავს ზაღალი და კატა. ამ შემთხვევაში ამოცნობილი აქ ამ პოზიციაზე, ამ შემოხაზულ პოზიციაზე ავტობუსი და შიგნით დანახული ყავს ასევე პერსონა ამ შემოხაზულ პოზიციაზე, ხო? აი აქაც შესაბამისად პერსონების სხვა ფერებითაა მოცემული, ნავი სხვა ფერით, ხო? ეხლა არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა, მაგრამ გარდა მაგისა ჩვენ გვაქვს როგორც გითხარით სქორები. ანუ ამ შემთხვევაში ამოიცნო კატა და თქვა რომ ეს არის კატა და მისი სქორი არის 0.992, ხო? ანუ მაღალი ალბათობით იძახის ეს დეტექტორი რომ აი ამ პოზიციაზე არსებული ობიექტი არის კატა. ხო? თუმცა აი აქ უკვე როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ადამიანი კარგად არ ჩანს, აი ამ პოზიციაზე არსებული ობიექტი ნაკლები ალბათობით არის ადამიანი. თუმცა ჩვენ აქედან ხედავთ რომ ადამიანი არის. იძახის რომ 0.736, ანუ დაახლოებით 70%-იანი ალბათობით იძახის რომ აი აქ ეს ობიექტი, რომელიც ამოიცნო, არის ადამიანი. ხო? კარგი. ამასთან დაკავშირებით კითხვები ხო არ გაქვთ? რაც ამოცანის დეფინიციასთან დაკავშირებით რო გავიაროთ თუ არის. აი, თუ არ გაქვთ კითხვები, მაშინ გამისპამეთ ლაიქები. 1 ლაიქი, 2 ლაიქი, 3 ლაიქი. კაი. ხო. ანუ ჩვენთვის ეს კლასი და სქორი ასე თუ ისე ნაცნობი არის, ხო, წინა ლექციებიდან გამომდინარე. აი ამ ტრიპლეტიდან ვიძახი რა. ანუ confidence score ასე თუ ისე ხვდებით რა არის, ხო? და კლასიც დაახლოებით ხვდებით რა არის. უცნობი ამ შემთხვევაში არის bounding box-ები, ან ლოკალიზაციას რაც გვიმარტივებს, ხო? ანუ რაც გვიმარტივებს იმის აღქმას თუ სად არის ობიექტი, ხო? და აი ამ bounding box-ების წარმოადგენის რამდენიმე გავრცელებული მეთოდი არსებობს, ხო? ჩვენ ახლა გავივლით ორს, თუმცა ლიტერატურაში შეიძლება თქვენ სხვა მეთოდებსაც შეხვდეთ და დაახლოებით ერთ და იგივე არის ხოლმე როგორც წესი, უბრალოდ წარმოდგენებშია ხოლმე განსხვავება, ზოგი უკეთესია, ზოგი უარესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე ინტუიტიური და გავრცელებული მეთოდი არის XY მეთოდი. რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ციფრით ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ესა თუ ის მართკუთხედი, ხო? ესა თუ ის ბოქსი. საწყისი XY კოორდინატი და საბოლოო XY კოორდინატი, როგორც აი ამ სურათზე აქვს ნაჩვენები, ხო? აი ამ პოზიციით და აი ამ პოზიციით ჩვენ შეგვიძლია რომ ვთქვათ, სად არის ობიექტი. აბა ეხლა თქვენ თუ თქვენი ანუ იდეას რომ მივხვდით და თქვენ თუ შეგიძლიათ მითხრათ, კიდევ რანაირად შეიძლება რომ წარმოვადგინოთ ეს bounding box-ი, რანაირი ჩანაწერი შეიძლება გქონდეს რა, XY-ს თუ არ ჩავთვლით. სხვა. Okay. აბა თქვი? XY და მე სიგრძე და სიგანე ქვემოთ რომ იყოს მართკუთხედი ვთქვათ. ხო, ზუსტად. აი ნახე. ოჩ. მართალია. აი ნახე, ესეც XY, ანუ XY და სიგრძე და სიგანეც შეგვიძლია კონდეს bounding box-ის წარმოდგენაში. ეს 4 ციფრი
და ეს 4 ციფრი დაახლოებით იგივე საქმეს გვიკეთებს, რაც x1 y1 x2 y2 გავიკეთებდა, ხო? ანუ x-y ვაფიქსირებთ, აი აქ. ხო, პოზიციას, საწყის პოზიციას და ვამატებთ სიგანეს და სიმაღლეს და всё. ამით ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს თლიანი ბოქსი წარმოადგინოთ და მოდელს მივცემთ ინფორმაცია, რომ აქ არის ჩვენი ობიექტი ან დაპრედიქტებულიც შეგვიძლია ამ მოდელიდან ავიღოთ, ხო? და შემდეგ უკვე ლოსი დავთვალოთ. კარგი. ეს bounding box-ები გავიკეთ. კარგი. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ სხვა მასალას დღევანდელი ლექციის და ძირითადად აი ამ სურათზე დაყრდნობით შევეცდები ხოლმე კონცეპტები განმარტო ამა თუ იმ მეტრიკის. კარგი. ამ დღევანდელი მოდელისთვის გამოვიყენებთ დეტექტორს, რომელიც უკვე pre-trained არის და torch vision-დან ავიღებთ პირდაპირ. ამ დეტექტორის არქიტექტურაში არ შევალე ხან, თქვენ შეგიძლიათ ჩახედოთ, თუმცა შემდეგ ლექციებში გაივლით უშუალოდ ამ არქიტექტურულ ნიუანსებს, ხო? უბრალოდ ეხლა რომ გამოგვეყენებინა უკვე გაწვრთნილი დეტექტორი და გვენახა post-processing რანაირად კეთდება, მაგისთვის ავიღე პირდაპირ მზა და გამოვიყენებთ ამას უკვე გაწვრთნილს, ხო? ეს დეტექტორი, როგორც გითხარით, ტრიპლეტის outputs გვაძლევს, არის ბოქსები. ხო, ამ შემთხვევაში n to n ცალი input-ი გვაქვს ბოქსები, სადაც ბოქსების ზომა იქნება n4-ზე, ეს 4 ზემოთ რაც ვქვით, ხო? ისეთი. გვექნება label-ი და score-ი, მეტი არაფერი. ხო? აი მაგალითად, ხო? მაგალითად, ამ ჩვენს სურათზე პირდაპირ ესე გავაკეთოთ, რომ პირდაპირ გავუშვით ეს დეტექტორი და output-ები დავხატოთ. ხო? ამ output-ების დახატვის ტვაში გვეხმარება drawbox ფუნქცია, რომელიც ზემოთაა განმარტებული, მე შეგიძლიათ ჩახედოთ input-ად იღებს images, ხო? input-ად იღებს images, box-ებს, label-ებს და score-ებს და ნუ title-ით შეგიძლიათ დააწეროთ რაც გვინდა, ხო? არაფერი განსაკუთრებული. ხო. და ნუ ამას ვხატავთ. კარგი. და ესა პირდაპირ ეს ჩვენი პრედიქტორი, ან ბოდიში დეტექტორი რა output-საც გვაძლევს, ამ შემთხვევაში მოგცა 10 წელი prediction-ი, ხო? 10 წელი prediction-ი მოგცა და ამ ჩვენს სურათზე გადავახატეთ ეს 10 წელი prediction box. ეხლა კითხვა. რატო გვაქვს ამდენი box-ი და რატო გვაქვს ამდენი prediction-ი თუ მიხვდებით თქვენ. ანუ აშკარად რაღაცა ვერ არის, ხო, როგორც უნდა იყოს. ანუ რამდენი კლასიცა გვაქვს output-ად, უბრალოდ ყველას პრინტავს. და ყველაზე ხო აქვს რაღაცა აზრი და ეს აზრები ძალიან დაბალი რო იყოს, მაინც გამოიტანს რა. ოკეი. სიმართლესთან ახლო ვარ, თუმცა ყველას არ პრინტავს საერთოდ რა, რასაც ფიქრობს რომ 0-ზე მეტი აქვს შანსი რომ იყოს. მარტო იმებს პრინტავს. ხო, მიხვდი? ანუ სწორზე შეიძლება უფრო ბევრი კლასია გაწვრთნილი და უფრო ბევრი კლასის დაპრედიქტება შეუძლია. თუმცა confidence-ი, რადგან ფიქრობს რომ 0-ზე მეტია, ანუ 1%-იანი ალბათობა მაინც არის იმისა, რომ მან ობიექტი იყოს და ამოიცნოს, მარტო იმებს გვაძლევს, ხო? და ეგ სწორი ინტუიცია იყო. ხო, აი მაგალითად აი აქ არ ვიცი ხედავთ თუ არა. აი ამ labels იძახეს რომ ეს ობიექტიო, აი ეს ობიექტიო იძახეს რომ სკამიაო. თუმცა 6%-იანი confidence score-ით. ხო? ანუ სწორი ინტუიცია იყო. ეხლა რა შეიძლება დავუსვათ ეხლა ჩვენ თავს კითხვა ასე. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ჩვენი output-ი შედარებით უკეთესი იყოს.
რა გავაკეთოთ, პირველი ნაბიჯი რა შეიძლება გადავდგათ. უთხრათ რომ მაგალითად 30%-ზე მეც თუ არ ფიქრობ, არ გამოიტანო. კი, ზუსტად. ანუ სკორებზე thresholding-ი დავადოთ, ხო? ანუ სკორები ავიღოთ და შევეცადოთ ისე შევაფასოთ ეს სკორები, რომ მაქსიმალურად ახლოს მაქსიმალურად კაი შედეგები მივიღოთ, ხო? ანუ სწორი ინტუიცია. აი აქაც იგივე გვიწერე, რაც ვინ იყო ვინ თქვა, ლუკამ, ხო მგონი? კი. ხო, რაც ლუკამ გითხრა, რომ ავიღოთ ეს სკორები, იმიტომ რომ output-ში გვაქვს და თქვათ, რომ რაღაცა threshold-ზე მეტი თუ არ არის, მაგ შემთხვევაში უბრალოდ დავივიწყოთ. თუმცა ახლა ამას თავის ის აქვს, რა ქვია, პრობლემა აქვს, ხო? Trade-off-ი. უნდა გავაკეთოთ, რომ თუ მე ძალიან მაღალ threshold-ს ავიღებ, მაშინ რა გამოვა, რომ მე ჩემ output-ებში ძალიან დარწმუნებული ვიქნები. მაგრამ მინუსი რა აქვს ამას? მინუსი აქვს ის, რომ მე შეიძლება ის კლასები გამოვტოვო, რომლებიც რეალურად იქაა, ხო? აი მაგალითად. აი აქ ზემოთ მაგალითში რო განახეთ. ბოდიში. აი სურათი გავადიდოთ, ხო? აი აქ რო განახეთ, მე თუ მაგალითად ავიღებ thresholds 0.90-ზე მაღალს, ამ შემთხვევაში აი ამ პერსონას გამოვტოვებდი, ხო? იმიტომ რომ 0.73 არის ამისი სკორი, ხო? და ნუ ეგ trade-off-ი მაგ, ხო, მე მოიცა, სად ვიყავი? აქ. რო თუ ძალიან მაღალ thresholds ავიღებ, მაგ შემთხვევაში რაღაცა ობიექტებს გავმაზავ და თუ ძალიან დაბალ thresholds ავიღებ, მაგალითად 0.1-ს ან 0.5-ს, ხო? 0.05-ს ბოდიში. მაგ შემთხვევაში მენი ბევრი ისინი მექნება, რა ქვია, ობიექტები, მაგრამ ჩემი output-ი იქნება ხმაურიანი, ხო? ანუ რაღაცეების სტები იქნება, რაც რეალურად იქ არა. მაგალითად აი აქ 0.12-იანი ალბათობით იძახის, რომ კიდევ სკამიაო. მაგრამ სკამი არ ჩანს, რა ხედავ მე. ხო? კარგი. ეს ერთი პრობლემა მოვაგოროთ, ხო? და ეხლა მოდი ექსპერიმენტი ჩავატაროთ უბრალოდ და სხვადასხვა threshold-ებისთვის უბრალოდ ამ სურათზე ვნახოთ output-ები. აი მაგალითად ესა 0.9-იანი threshold-ისთვის დათვლილი, ხო? და ნუ ძალიან კარგად ხედავთ, ორი ცალი ობიექტი, ზაღლი და კატა, ხო? და ეს მშვენიერია, ანუ ძალიან კაია, ხო? მაგრამ ვერ ხედავ აი აქ ეს რა ობიექტია, მეც არ ვიცი, მაგრამ შესაბამისად ეს არ მეუნება რა, არაფერს, აი უკან რა ობიექტისა ჩემი ეს მაგიდა, ხო? 0.7-ზეც არაფერი იცვლება დიდად. მაგრამ აი 0.5-ზე უკვე არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა. მაგრამ მოდი გავადიდოთ რა. აი აქ ხედავთ რომ იძახის 0.99%-იანი ალბათობით აი ამ bounding box-ი აი აქ წვილად ხედავთ გარჩევადია? განსხვავება ამ მორცალ ხო? 0.99%-იანი ალბათობით იძახის რომ კატაო და 0.55%-იანი ალბათობით მეორე bounding box-ზე იძახის რომ ზაღლიაო, ხო? ხო, ანუ 0.3-ზე საერთოდ უკვე ესეთი სურათი მაქვს, რომ აქ ძაღლს იძახის, აი ამ ობიექტზე ერთ ცალზე აი აქ ერთგან იძახის რომ კატაო, დაახლოებით იგივე არეალზე იძახის რომ ზაღლიაო და აი აქ სადღაც ჩუაში კატასა და ძაღლს შორის იძახის რომ სავარაუდოდო კატაო 0.34-იანი ალბათობით, ხო? აი, მოდი შევხედოთ ამ ჩვენ 0.3-იან thresholds-ს, რა თქვათ, რომ ჩვენი predictor-ს ვკინოთ 0.3-ზე. ან ნუ დაახლოებით ამ range 0.3-ზე 0.5-ზე რა. რომ სხვა ობიექტებიც მინდა რომ ვიპოვო. ანუ მარტო ამ ერთ სურათზე ხო არ არის, ანუ აი ეს ერთ სურათი მაგალითად მაგ აქ მოყვანილი, ხო? მოდი თქვათ რომ 0.3-ზე
ვყინავთ. და ჩვენი ლეიბლები ამ შემთხვევაში არის კატა, ძაღლი, კატა და მაგათი სქორები შესაბამისად არის 0.9 კატისი, 0.97 ძაღლის, მეორე კატის, ანუ აი აქ კატაც იყო. მაგისი არის 0.34, 0.55 ბოდიში და აი აქ შუაში რა კატაც ამოიცნო, არ ვიცი აქ რომელს უფრო უყურებდა ეს მოდელი. მაგისი არის 0.34, ხო? ეხლა ეს თქვათ რომ სქორების thresholding-ი გავაკეთეთ, ხო? მაგრამ რატო თქვენი აზრით რატო ხედავ ერთ და იგივე ობიექტზე ერთზე მეტ box. ამ შემთხვევაში აი ამ ერთსალ კატაზე რეალურად მე მაქვს 55%-იანი სქორი, 55%-იანი სქორი თიძახის ეს რო ძაღლიაო და 99-იანი სქორი თიძახის რო კატაო. თუმცა დაახლოებით ერთ და იგივე არეალზე აკეთებს ამას, ხო? თქვენი აზრით ეს რატო შეიძლება მოხდეს ეს მითხარით ერთი და რანაირად შეიძლება უშველოთ ამ პრობლემას? ამ პრობლემას ხომ მივხვდით? დაახლოებით, აი აქ რო ერთ არეალზე მაქვს ორი ცალი bounding box-ი, მაგაც როგორ შეიძლება უშველო? მას უბრალოდ რომლის ალბათობაც უფრო მაღალია ის ავიღოთ, არა? აჰა, დაახლოებით სწორია. მაგრამ უფრო ისე მინდა რა ქვია. კარგად რომ მითხრა, ანუ ნახე. ანუ მაქვს სამი ალბათობა ხო და სამი ცალი bounding box. მაქვს ძაღლის, ორი ცალი ძაღლის და ერთი ცალი კატის. ხო? და სამი ცალი bounding box-ი მაქვს, ერთი აქ არის, ერთი აქ, ერთი აქ. რა ვიცი რომ მე მანდა მეც ორი ცალი უნდა ავიღო. ეს ხო input specific არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს რაც გენერალური წესი, რომელსაც გავყვებით ხოლმე. მაშინ ისეთი წყურები ავიღოთ, რომელსაც ყველაზე მეტი საერთო ფართობი აქვს. მართალია. ოჩხა. და მაგას ქვია intersection over union, ანუ თანაკვეთაზე, გაერთიანებაზე თანაკვეთის წილი, ხო? ან დაახლოებით, მოდი დავხატოთ. ამის იდეა რა არის, ხო? ვაკ, ეგეთი მეტრიკა. ხო? თუ მაქვს ორი ცალი ფართობი, მე ეგეთ რამეს ვაკეთებ, ხო? ვიცოდე. ეს ყოფილი დავშტვიხოთ. თანაკვეთის წილი რამხელა არის მთლიან ფართობთან შედარებით. ხო? ანუ ეს თუ არის A, ეს და ეს არის B. A-ს თანაკვეთა B-სთან. რამხელა არის გაყოფილი A-ს გაერთიანება B-სთან, ხო? და ეს რას მომცემს მე? მე ამით შემიძლია ნახო რა წილი მოდის ორი ცალი bounding box-ისა თანაკვეთაში ერთმანეთთან. ხო? თუ ეს რიცხვი ძალიან დიდია, ესე იგი რა გამოდის, რომ ეს ორი ცალი bounding box-ი, ხო, B1 და B2 დაახლოებით ერთი და იგივე არეალზე მეუნებიან, რომ არისო რა. ხო? ამას რაღაც თავისი ფართობი აქვს, ამას თავისი ფართობი აქვს და ეს ორივე იდეაში მეუნება, რომ ძალიან დიდი თანაკვეთა გაქვს და ჩვენ შეგვიძლია ამით დავასკვნათ, რომ შეიძლება ეს ორი ცალი ობიექტი მართლაც ერთი და იგივე რამე იყოს. არ არის გამორიცხული. ხო? და თუ 0-ია საერთოდ, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი აქა, ერთი აქა, ხო? და შესაბამისად ლოგიკურად
post processing-ში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ალბათ ერთ და იგივე ობიექტი არ იქნება და მაგიტო მოდი ჩავთვალოთ ეს, რომ ცალ-ცალკე ობიექტებია, ეგ შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ ეს, ხო? მართალი იყო, სწორი მიგნება იყო. და ეს, ასე რომ ვთქვათ, რაღაც ერთ-ერთი მთავარი მეტრიკა არის ხოლმე ობიექტის დეტექციაში, ხო? და აქაც იგივე გვიწერია. თუ 0 არის, ესე იგი overlap-ი არ გვაქვს, თუ რაღაც 0-სა და 1-ს შორის არის 0.5 მაგალითად, საშუალოდ გადაკვეთა და თუ 1 არის, მაშინ ესე იგი 1-1-ში ეს ორი ცალი bounding box-ი ერთმანეთს ემთხვევა, ხო? ხო და ანუ კითხვაც პასუხიც ამ შემთხვევაში ცალსახაა, ხო, რომ თუ ანუ ეს რაც ვკითხე ახლა იდეაში. კარგი. კარგი. ეხლა მოდი ამით ვითამაშოთ და ვნახოთ თანაკვეთები როგორი არის თითოეულ შემთხვევაში, ხო? ანუ ეს სკორი, რაც ახლა ვთქვით, IOU როგორი არის თითოეული bounding box-ის შემთხვევაში, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში როცა 0 და 1-იანი ლეიბლები ავიღე, ეს გაგახსენეთ თუ ლეიბლები ესე მქონდა, ხო? L და S. მოდი დავბეჭდოთ, აქაც რო ქონდეს. ხო? ქონდა კატა, ძაღლი, კატა და აი ამ ალბათობებით, ხო? იქ ზემოთ სურათში გაგახსენოთ. დაახლოებით აი ეს bounding box-ები ქონდა, ხო? აქ და აქ. ხო და მოდი ახლა თითოეული წვილისთვის ნახოთ დაახლოებით როგორ იცვლება ეს ჩვენი სკორი. 0 და 1-იანი შემთხვევაში, ანუ როცა ჩვენ ავიღეთ კატა და ძაღლი, აი ამ სკორებით, ან მაღალი სკორებით და აი შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც, თანაკვეთა იყო 0.24 და 25 რა დაახლოებით 25%-იანი თანაკვეთა ჰქონდა, ხო? როცა ეს მეორე ეს ავიღე, რა ქვია, ძაღლი და ძაღლს იძახდა კატაზეც, მაგ შემთხვევაშიც დაბალი თანაკვეთა ჰქონდა, თუმცა ეს ამ bounding box-ების ფილტერინგში ოკეი არა მაინც, ანუ ჩვენ თუ აი ამ თანაკვეთის სკორით გვინდა bounding box-ების ფილტერინგი გავაკეთოთ, მაგ შემთხვევაში ეს თავის საქმეს მაინც აკეთებს, ხო? ანუ დაბალი intersection სკორი გვაქვს, ხო? მოდი ახლა ესე ვნახოთ. აი აქ უკვე ხედავთ, რომ ეს ჩვენ თანაკვეთის სკორი ძალიან მაღალი არის. ხო, როცა ვიძახით, რომ ერთ და იგივე ობიექტზე სავარაუდოდ, ვიძახით, რომ ეს კატაცაო და ძაღლიცაო და მაგისი თანაკვეთის სკორი დავარქვათ, მოდი ამ მეტრიკას არის 0.97, ხო? და ანუ ამით ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით თქვათ, რომ ეს ობიექტი შეიძლება მთლად ის ობიექტი არ იყოს, რომელიც გვჭირდება, ხო? ანუ სხვა შემთხვევებშიც მოდი ვნახოთ. ამ შემთხვევაში ნახევარია, ხო? ამ შემთხვევაში რამდენია? ამ შემთხვევაში ნახევარია და ახლობთ აი შუაში რომელიც იძლეოდა ეს 0.34-იანი იმას გულისხმობს. ხო? და ანუ ამ შემთხვევაშიც ნახევარია დაახლოებით, ხო? იმ შუალა ყუთისთვის ასე რა ვთქვათ. ხო? კარგი. ახლა ეს ორი ცალის სკორი გვაქვს, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია thresholding-ი გავაკეთოთ, ხო? ერთი არის intersection of union body-ში, აი ეს სკორი, რომელთაც შეგვიძლია bounding box-ები გავფილტროთ, ხო? და bounding box-ების მიხედვით გადავყაროთ რომელიღაც ობიექტები, რომლებსაც ვთვლით, რომ შეიძლება ეს ჩვენთვის ასურველი ობიექტები არ იყოს და მეორე სკორი არის უშუალოდ მოდელის მიერ დაბრუნებული confidence სკორი და მაგის მიხედვითაც შეგვიძლია გადავყაროთ ისეთი ობიექტები, რომლებსაც ვთვლით, რომ დაბალი confidence სკორი აქვს და არ გვჭირდება ეგეთები, ხო? ანუ ორი ცალი მეტრიკა გვაქვს ამ შემთხვევაში, ორი ცალის threshold-ი, რომელთაც შეგვიძლია ეს ჩვენი output-ი დავამუშავოთ. ხო? სწორედ ამ ორი ცალი
ობიექტი ამორცალი ბოდიში მეტრიკის გამოყენებით, ერთი არის confidence score და ერთი არის intersection score დავარქვათ. არის ეგეთი ალგორითმი, non-maximum suppression ალგორითმი, რომელიც იდეაში ეგეთ რამეს აკეთებს, რომ ამ ორივეს კომბინაციით ჩვენ გვაძლევს საუკეთესო შედეგებს, რა. და ეს ალგორითმი ძალიან მარტივი და ინტუიტიურია, უბრალოდ რას ვაკეთებთ, არის ეგეთი, შემდეგი. დავალაგებთ ჩვენს output-ებს პირველი სკორის მიხედვით, ანუ confidence score-ის მიხედვით, ჯერ ავიღებთ უკეთეს ვარიანტებს, ანუ გავფილტრავთ ამ სკორის მიხედვით და შემდეგ უკვე ვნახავთ, დავფილტრავთ IOU threshold-ის მიხედვით. და ამას რამდენჯერმე გავამეორებთ, სანამ წასაშლელი ობიექტები კიდევ გვაქვს. ხო, ანუ ძალიან მარტივი ალგორითმია, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ იტერაციული პროცესია, სადაც შლით ობიექტებს. ხო. ეხლა მოდი ამ ორ კითხვას უპასუხოთ. თუ მე მაქვს დაბალი confidence threshold-ი. ჩვენ უფრო მეტ bounding box-ები დაგვრჩება output-ში, თუ უფრო ნაკლები. ჩვენი აზრით. კითხვა ხომ მიხვდით? შოკ გაიმეოროთ თუ შეიძლება. კი. ანუ ნახე, ჯერ მოიწყай. ეს ალგორითმი გავიგეთ? ანუ ამ ალგორითმის იდეა თუ გავიგეთ. ხო? კაი. ამ ალგორითმის იდეა თუ გავიგეთ, კითხვა არის ესეთი. ეს ალგორითმი იდეაში ორი ცალი threshold-ის კომბინაციით იმართება, ხო? ერთი არის confidence score და ერთი არის intersection threshold-ი, ხო? ხო და თუ მე მაქვს დაბალი confidence threshold-ი, ეგ დაბალი confidence threshold-ი უფრო მეტ bounding box-ებს მომცემს output-ზე თუ უფრო ნაკლებს. ანუ მე ხო შემიძლია ვითამაშო რა. შემიძლია confidence threshold-ი დავადო რომ იყოს 0.1, ან შემიძლია დავადო რომ იყოს 0.9, ხო? და მაგის მიხედვით შემიძლია დავფილტრო მე უკვე ეს ჩემი ობიექტები, output ობიექტები. Okay. აი. მაშინ მოდი მაგალითზე გადავიდეთ და მგონი უფრო ისეთი გახდება, რა ქვია. ცალსახად როგორ მუშაობს ეს ალგორითმი და რა threshold-ებს ვცვლი, ხო? როგორც გითხარით, გვაქვს ორი ცალი threshold-ის სამართავი, რა. ერთი არის score-ის threshold-ი და ერთი არის intersection-ის threshold-ი. და მაგისთან მიხედვით ეს ალგორითმი თავის output-ებს ცვლის, ხო? მაგალითად, მე თუ confidence threshold-ზე ვიტყვი, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად 0.95-ზე მეტი, მე აუცილებლად დამრჩება მარტო ის bounding box-ები, რომლებიც 0.95-ზე მეტი არის, ხო და მეტი სხვა არაფერი. მე რა შემიძლია გავაკეთო? მე შემიძლია ეს score-ი დავწიო, ხო? და რაც უფრო ქვემოთ დავწევ ამ thresholds, no? მით მეტი ობიექტი გამომიჩნდება, no? აი ამ შემთხვევაში უკვე 0.2-ზე ნაკლებისაც თუ ვაექსეპტებ, ბოდიში 0.2-ზე მეტებს თუ ვაექსეპტებ უკვე, მაგ შემთხვევაში უკვე სამი ცალი ობიექტი მაქვს, ხო? აი აქ, როგორც ხედავთ, ერთი ცალი იძახის უკვე აქ 2-ზე წვანანო ესენიო. ეს double bounding box, ხო? და ეს შემიძლია გავაგრძელო, ანუ რაც უფრო ნაკლები მაქვს ეს confidence score-ი, მით მეტი bounding box-ი მექნება საბოლოოდ, ხო, output-ზე. და ესეც იდეაში
გასატესტი არის და სანახავია რომელი threshold-ი არის უკეთესი ამა თუ იმ data set-ისთვის. ხო? ანუ ამ threshold-ით თამაშის იდეას მივხვდით? თუ არ მივხვდით, კითხეთ აუცილებლად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ეს. მე შემდეგი ლექციებისთვის თუ მივხვდით, გამისპამეთ ისინი ლაიქები, რა ვიცი. აი, ერთი ლაიქი მაქვს, მაგრამ ამიტომ მკითხეთ, ჩემი აზრით რაღაცა ვერ გავიგეთ და რო გავიაროთ. რო გავიაროთ თავიდან რა. რაც გაუგებარი არის. აი, მოდი მეორე იმასაც ავხსნი, რა ქვია. threshold-ის იდეას, რაც გვაქვს, ხო, აქ. და შემდეგ უკვე თუ კითხები გექნება, დამეშვით თუ არა და კიდე ერთხელ თავიდან გავივლი. აი, და ეს მეორე intersection score რაც გვაქვს, აი აქ, ამის თამაში შეგვიძლია, ხო? იდეა ამის ისაა, რომ გადავყაროთ ყველა bounding box-ი, რომ სადაც intersection-ი რაღაცაზე ნაკლები არის. ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავზარდოთ ეს და აი ეს ამ შემთხვევაში შუალა კადაც გვეყოლება, ხო? მაგრამ აი ეს შეგვიძლია დავაბალანსოთ მე აი ამ მეორე threshold-ით, რომელიც არის confidence threshold-ი, ხო? ამას თუ ძალიან გავზდი. მოიცა. ისე ძველ სურათის მიღება მინდა ეხა. 90 მაქვს აქ მაქსიმალური, ანუ შემიძლია ავწიო 100-მდე და მე ისიც გამოჩნდებოდა ეგ მესამე ყუთი მქონდა, ხო? ანუ თავიდან გავიაროთ NMS ალგორითმი არის შემდეგი პრინციპი. აი ამ ორი სკორის მიხედვით, ორი threshold-ის მიხედვით, ერთ-ერთი არის confidence score-ი, მეორე არის intersection threshold-ი, მე ვფილტრავ, ან post processing-ს უკეთებ იმ bounding box-ებს, რომლებზეც ვთვლი, რომ არ არის საკმარისო დააკმაყოფილოს confidence-ი, ანუ არა საკმარისად ვარ დარწმუნებულები, რომ სწორი output-ი მოგცა მოდელმა და მეორე ფილტრავ ერთ და იმავე bounding box-ებს, რომლებზეც ეს intersection-ი ძალიან დიდი იყო, ხო? და ეგეთ რამეს ვაკეთებ ამ ალგორითმით, რომ მე უბრალოდ დავალაგებ სკორის მიხედვით, ხო? ავირჩევ საუკეთესოებს და მე უკვე ამ საუკეთესოების შემდეგ, რო ავირჩევ ამ საუკეთესოებს, გადავყრი იმ bounding box-ებს, იმ ობიექტებს, სადაც intersection-ი ძალიან მაღალი მქონდა. ანუ მაგალითად, აი აქ რომ ეს ორი ცალი მქონდა, აი ამებს გადავყრი intersection threshold-ის მიხედვით, ხოლო აი ამას, ამ შუალას გადავყრი უკვე confidence score-ის მიხედვით, ხო? მთელი იდეა ეს ანუ ადვილი ალგორითმია იდეაში. აი, კითხვები? ამასთან დაკავშირებით. ან თუ გინდათ კიდევ სხვა კომბინაციები ვცადოთ, რავი. აი ნახეთ, საერთოდ ნოლზე თუ ჩამოვიყვან რა, თუ ვიტყვი რომ მე არც ერთი ობიექტი არ მინდა მქონდეს, სადაც ოდნავ მაინც თანაკვეთა არის, ანუ 10%-იან თანაკვეთა მაინც არის, აი ამის bounding box-საც კი ვეღარ ვნახულობ რა. ძაღლის bounding box-საც კი ვკარგავ. აი, კითხვები გააქვთ? თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ გამისპამეთ ლაიქები. ან აქ. აი, კითხვა მაშინ. ამ ალგორითმა მაინც შეიძლება რაღაცები აუღიოს რა, ასე რომ ვთქვათ. იმ შემთხვევაში თუ
გადატვირთული სურათი მაქვს რა, ანუ მაგალითად. მაგალითად, ერთ-ერთი ეგეთი მაგალითი არის ხოლმე, როგორც წესი. თუ გადატვირთული მოძრაობა არის ხალხის რა და აი ეს ხალხი ერთმანეთს ეფარება, ასე რომ ვთქვათ რა. ეს. ან მეორე ვარიანტი. შეიძლება გადატვირთული არაა, მაგრამ ერთი ობიექტი მეორეზე წინ დგას რა, მაგალითად აქაა მანქანა. აქ ფორმულები აქვს. მე არც ისე კაი მხატვარი ვარ, როგორც მიხვდებით. და აქ არის ადამიანი. ესეთი ადამიანია რა. დიდი ადამიანი. და ეს იდეაში ეს ადამიანი ამ მანქანაზე წინაა, ხო? აი ამ ორ სცენარში აი ამ ალგორითმს, რომელიც ახლა ჩვენ ავხსენით, შეიძლება ქონდეს პრობლემა. და თუ თქვენ მეტყვით, რა პრობლემა შეიძლება იყოს ეს? რის გამო, ანუ რის გამო შეიძლება არ მუშაობდეს ფლად ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ერთი წუთი მოვიცადოთ 45-მდე და ანუ ამათ intersection ხო ძალიან მაღალი ექნებათ. მართალი. და მაგისო. კი, სწორი აქვს. ანუ იმ შემთხვევაში თუ მე intersection ძალიან მაღალი მაქვს, მე ძალიან დიდი ალბათობა რომ იმ ობიექტს გადავაგდებ, რომელიც რომელსაც თანაკვეთა მაღალი აქვს რა, ამ ჩემ ობიექტთან რა. ამ შემთხვევაში ანუ ამ ადამიანს ეს ადამიანი შეიძლება მთლიანად გადავაგდო, ან მანქანა მთლიანად გადავაგდო, გაში რომელი უფრო დიდი ობიექტია, ხო, და რომელზე უფრო მაღალი confidence score აქვს ამ ჩემ ალგორითმს, ხო? კი ბატონო. ან პირველი ინტუიცია ეგაა, რომ მე უბრალოდ intersection სადაც მაღალი მაქვს, იმებს მოდი გადავყრი, მაგრამ ხანდახან ესეთი რაღაცები არ მუშაობს ხოლმე, პირველი ინტუიცია არ მუშაობს ხოლმე. ხო? ამიტომ არის ეგეთი კონცეფტი. ანქორების კონცეფტი, ან ქართულად რა ვიცი როგორ თქვა. და იდეა ეგეთია, რომ იმიტომ რომ ობიექტები ზომის, ფორმის და პოზიციების მიხედვით განსხვავდებიან, რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ეგეთი ობიექტები უბრალოდ არ გადავყაროთ ხოლმე, ხო? და იდეა შემდეგნაირია, რომ მე ჩემს სურათს, ხო, რა სურათიც მაქვს, ავდგები და დავყოფ სხვადასხვანაირ ობიექტებად. ანუ ასე, ხო? და ამ შემდეგ, ანუ ბევრნაირად დავჭრი, ასე რომ ვთქვათ. და ამ თითოეულებს დავაქვემევ ანქორებს რა. ეს ამ ობიექტების რაოდენობა, ამ ანქორების რაოდენობა იდეაში იქნება ყოველთვის იმაზე მეტი, ვიდრე შესაძლო ობიექტების რაოდენობა სურათში. და ეს ანქორები არა მხოლოდ
input სურათზე მექნება, არამედ შემდეგ უკვე ტრეინინგის დროსაც გამოვიყენებ. თუმცა ეხლა მოდით ძალიან სიღრმეებში არ ჩავდით, უბრალოდ ინტუიცია ავხსნათ და შემდეგ უკვე ალგორითმებს როცა განიხილავთ, იქ წესით კარგად გაიგოთ, ხო? ინტუიცია შემდეგია, როგორც ვითხარით, რომ აი ამ ანქორებს, ასე რომ ვთქვათ, ანქორებად დავჭრი ჩემს ობიექტს. ანქორ შეიძლება კიდე ანქორი იყოს, ამათ შეიძლება ინტერსექშენი ქონდეთ და შემდეგ ასე შემდეგ. და თითოეული ანქორისთვის მე უბრალოდ ვიწინასწარმეტყველებ დელტებს, ხო? ანუ ეს ამ ანქორში არის თუ არა ობიექტი, ჯერ მაგას ვიწინასწარმეტყველებ, ხო? და ასევე ვიწინასწარმეტყველებ რამ ხელაზე უნდა გავუკეთო ამ ანქორს shift-ი, რომ რეალურ ობიექტზე დავჯდე, ხო? მაგალითად. აი აქ რა. ესა მაგალითად ერთ-ერთი ძალიან ტრივიალური ანქორების მაგალითი, ხო? სადაც მე ამ ჩემს სურათს ვყოფ მართკუთხედებად, ესეთ მართკუთხედებად, ესეთ მართკუთხედებად და ყველა სურათს იდეაში ესა დავყოფ რა. მართკუთხედებად და შემდეგ უკვე აი აქ, აი ალბათ აი ამ დიდი მართკუთხედიდან მე ვიწინასწარმეტყველებ, რომ ეს კატა არის აი აქ. და უბრალოდ აი ამ მართკუთხედის თუ ვიტყვი რომ აი ამ მართკუთხედში არის კატა, მე უკვე აი ამ მართკუთხედის ზომებს და პოზიციის ცვლილებას დავატრენინგებინებ ჩემს მოდელს, ასე რომ ვთქვათ, ხო? და ნუ აქ ბევრი ობიექტია, ზოგ ანქორში გვექნება ობიექტი, ზოგ ანქორში არ გვექნება ობიექტი და აი სწორედ ასე მე გადავჭრი იმ ინტერსექშენის პრობლემას, ვიცადე, რომელიც აი აქ შეიძლება მქონოდა, ხო? თუ მე ერთი ანქორი მაქვს ასეთი, ხო? ხოლო მეორე ანქორი მაქვს ასეთი, მე ამაზე ვიწინასწარმეტყველებ ცალკე რაღაცას, ამაზე ვიწინასწარმეტყველებ ცალკე რაღაცას და ამ ინტერსექშენის პრობლემას დაახლოებით აი ასე მოვაგვარებ რა. ამ მიდგომას ზოგადად იყენებს ძალიან ბევრი პრედიქტორი, თანამედროვე სტილისები, რაც ასე რომ ვთქვათ, მაღალი პერფორმანსს აქვს, თუმცა უფრო თანამედროვეები ხშირად აღიყენებენ ხოლმე და ნუ ამას შემდეგ უკვე სხვადასხვა ლექციებში გავვლით. თუმცა იდეა ეგაა, რომ ჩემი სურათი დავჭრა სხვადასხვა ობიექტებად თავიდანვე და შემდეგ უკვე აი ამ ობიექტების ცვლილებებით დელტა x-ი, დელტა y-ი, დელტა w და დელტა h-ი დავატრენინგო ჩემი მოდელი რა. იმის მაგივრად რომ მე პირდაპირ ვიწინასწარმეტყველო x, y, y, h, ხო? ეს არა. ხო, ეხლა განაერთო გახდეს გააკეთო ამ ანქორების ინიციალიზაცია. ანუ ბევრი მექანიზმი არსებობს. ზოგი არის რანდომული მექანიზმი, ხო? ზოგი სხვადასხვა განაწილებებით აკეთებს ამ ინიციალიზაციას, ზოგი input training data-ს clustering-ით აკეთებს და მე მაგაზე აგებს ამ ანქორებს და ასე შემდეგ. ანუ ბევრინაირი მეთოდი არსებობს. თუმცა ეხლა მაგებს არ გავვლით, უბრალოდ მინდოდა ინტუიცია მომეცა თქვენთვის. კი ბატონო. ხო, და ეს ანუ ამ კითხვაზე თუ თქვენ მინდა რომ მიპასუხოთ, რატო გჭირდება ერთი და იგივე ადგილზე სხვადასხვა shape-ის ანქორები გქონდეს, ანუ რატო არის ეს საჭირო? ვიფიქროთ ცოტა ხანი და
აი, თუ პასუხები არ გვაქვს, მაშინ კითხვები დამისვით. რომ აგათ ახსნათ ეს მექანიზმი ზოგადად თუ გაუგებარი არის. ანუ იდეა გაიგეთ, რატომაც გვჭირდება ზოგადად ეს ანქორები. ან პრობლემა ხო გაცგებია? რატომაც გახდა საჭირო ზოგადად ამისი გაკეთება? ხო რა გაცგები მითხარი და გავიმეოროთ. არც რა პრობლემა. აი, მოდი გავიმეორებ. ახსნი ერთხელ კიდევ და ნუ ამ ახსნაში თუ კითხვები გექნებათ, ეგრევე დამისვით, ხო? აი. თქვათ გვაქვს სურათი. სადაც ზოგიერთი ობიექტი ერთმანეთს ამის თვალზე ესა ერთი ობიექტი, ხო, რეალურად რაცაა სურათში. ეს. და ესა მეორე ობიექტი. რეალურად რაცაა ასევე სურათში. თქვათ ეს ობიექტები ერთმანეთს ძალიან არიან გადადებულები, თუმცა background-ში მაინც ჩანს, რომ ობიექტია და ოკეი არის რა. ჩვენი წინა მიდგომა, სადაც intersection-ის სკორით ფილტრავდით ამ ობიექტს, გადააგდებს ან ამას, ხო, ან ამას. სავარაუდოდ რახანაც ეს მართკუთხედი. ძელი მართკუთხედი, ხო? არის ზემოდან გადააგდებს უკანა ობიექტს, ხო? იმიტომ რომ ამის confidence score უფრო მაღალი იქნება, იმიტომ რომ ეს უფრო ჩანს, ხო? თუმცა ჩვენ ეს არ გვინდა რომ მოხდეს. ესაა პრობლემა. პრობლემის შინაარსს გავიგეთ? რა პრობლემა არის? ხო? ერთ ცალი ერთ ადამიანმა გაიგო მარტო? ოკეი. აი, ესაა პრობლემა. ეხლა ჩვენ ტრეინინგს ზოგადად რანაირად ვაკეთებთ, ხო? ანუ ტრეინინგი, იმიტომ რომ ეს ხა ტრეინინგი არ გაგვივლია, მე ზოგადად ვქვათ, მიდგომები რანაირად ხდება, ხო? დეტექტორი, აქამდე ჩვენი დეტექტორი შემავალ input-ზე გვაძლევდა რას? გვაძლევდა bounding box-ებს, გვაძლევდა labels, ხო? და გვაძლევდა scores. ხო? აი ამ bounding box-ებში ეს დეტექტორი ასე რომ ვთქვათ, რას ეკეთებდა, რომ გვაძლევდა პოზიციებს, ხო? X, Y, Y, H ვთქვათ, ხო? ასე რომ ვთქვათ. ეხლა იმის მაგივრად, რომ bounding box-ები ცალ-ცალკე მოგვცეს და პოზიციები ცალ-ცალკე მოგვცეს, მოდი ეგეთი რამე გავაკეთოთ. ჩვენ ეს სურათი, ან მოდი ზემოთაზე ვილაპარაკოთ, რომ ახლიდან არ დავხატოთ. ჩვენ ეს სურათი წითლად გავაკეთოთ. თავიდანვე რაღაც predefined ობიექტებად დავყოთ. ხო? ოღონ არ ვიცით ახლა ეს დაყოფა რანაირად მოხდება, ეს მოდი თქვათ, რომ ცალკე პრობლემა და ცალკე საკითხი არის. ანუ რაღაცნაირად ობიექტებად დავყოთ რა. ხო? ერთი ასე იყოს, ერთი ასე იყოს. ძალიან არ მინდა გადავტვირთო უბრალოდ რა. ერთი ძალიან დიდი მაღალი იყოს, ხო? და ასე შემდეგ. და ეხლა იმის მაგივრად, რომ ჩემმა დეტექტორმა მომცეს bounding box-ებზე პირდაპირ ციფრები ამისი, ხო? ეგეთ რამე გავაკეთოთ, რომ თითოეული ანქორისთვის, ან თითოეული აი ამ მართკუთხედისთვის მე შემიძლია ვთქვა, აქ არის თუ არა ობიექტი, ხო? და მე შემიძლია
ვიცი ნაწარმოეთყვილო თუ არის რამხელათი უნდა წავაჩოჩო ეს ჩემი ამ შტოზე ეს აი აქ ამაზე ამ ანქორზე დავმეჩე ეს ობიექტი რა რამხელაზე უნდა წავაჩოჩო ეს ობიექტი რომ აი შედეგი მივიღო ხო ანუ დელტა x-ი დელტა y-ი დელტა y და დელტა h-ი რო ვიცი ნაწარმოეთყვილო რა დაახლოებით ინტუიციას მინდა რომ მივხვდეთ უშუალოდ ფორმულები და ისინი ცოტა სხვანაირი არის მაგრამ დაახლოებით ინტუიცია ეგეთია რომ აი ეს მე ამის x y-ი იდეაში უნდა მოვიტანო აქ ხო და გარდა მაგისა მე უნდა გავაკეთო ის რომ აი ეს უნდა დავაპატარაო წესით და სიმაღლეც უნდა დავაპატარო რაღაცა დელტა h-ით ეს უნდა დავაპატარაო დელტა w-თი ეს უნდა დავაპატარაო და იდეაში დელტა x დელტა y-ით ეს აქ უნდა მოვიტანო ხო ან იდეა ეგაა რომ თითოეული ანქორისთვის მე მინდა რომ შევცვალო ეს ანქორი და მივხვდე ამ ანქორში არის თუ არა ობიექტი ანუ აქ თუ არაფერი არ არის მაშინ აქ ვიტყვი რომ არაფერი არ არის და всё ხო ან ტრეინინგში უშუალოდ არ შევალუბრელს მინდა ინტუიცია გესმოდეთ ამასთან დაკავშირებით ხომ კითხვები გვაქვს თუ გავიგეთ თუ გავიგეთ გამისპამეთ ლაიქი თუ ვერ გავიგეთ კითხვები დამისვთ კარგი ამას უშუალოდ უკეთესად გაივლით მე როცა ტრეინინგზე გადახვალთ ეხლა უბრალოდ მინდოდა რომ ინტუიცია გწოდნათ ამასთან დაკავშირებული ხო კარგი ოკეი ხო ეხლა როცა ჩვენ უკვე ვიცით detection-ის მე რა ხდება ანუ processing-ი განაგად გაკეთდეს ხო ეხლა მოდი ვილაპარაკოთ მეტრიკებზე რომლებიც არის მნიშვნელოვანი ხო და ეს მეტრიკების ჩამონათვალი დიდი არ არის იდეაში ძალიან მარტივია აქედან უმეტესობა წესდადაგებით უკვე იცით კიდევაც ხო იდეა ისაა რომ როცა მე processing-ს გავაკეთებ post processing-ს გავაკეთებ threshold-ებით და ჩემ ალგორითმებს გამოვიყენებ რომ გადავყარო ის bounding box-ები რომლებიც არ მჭირდება საერთოდ მე უკვე მოსანა მარტივდება ხო მე ვითვლი რამდენი რა იყო ჩემს მიერ ასე რომ ვთქვათ სწორად განსაზღვრული ასების რაოდენობა რამდენად სწორად ამოვიცანი ობიექტი ამავდროულად ხო და ეს true positive false positive და false negative წესდადაგეთ თქვენთვის უკვე ნაცნობი არის ხო იდეაში ეგეთ რამეს ვაკეთებ რომ რა thresholds ვიღებ ისევ იგივენაირად და ვიძახი რომ თუ ჩემი intersection-ი ნამდვილ ობიექტთან threshold-ზე მეტია და თან სწორი კლასი ვიწინასწარმეტყველე მაშინ ვიძახი რომ ეგ ჩემი ნაწინასწარმეტყველები სწორი true positive-ია რა ანუ რას გულისხმობ ხო ვაი ბოდიში რას გულისხმობ ხო სიტყვაზე მაგ gold data no და აქ ამ სურათზე მაგალითად ვიძახი რომ აი აქ კლასი A-ია ხო აი აქ ვიძახი რომ კლასი B-ია და ჩემმა პრედიქტორმა გააკეთა ეგეთი რამე რომ აი აქ მოხაზა კლასი A მოდი აქ არა მოდი აი აქ მოხაზა ასე კლასი A ხო და აი აქ მოხაზა აი დაახლოებით აი ასე მოხაზა კლასი B და მოდი მესამე ობიექტიც დავამატოთ ხო აი აქ თქვათ რომ აქაც იყო კლასი A
და ჩემმა პრედიქტორმა ამაზე თქვა, რომ ეს იყო კლასი B. ხო, აქ ახლა რა იქნება, ხო, რას დავარქვათ მართალი და რას დავარქვათ ტყუილი. თუ ჩემი intersection threshold-ი არის ტყვაზე 0.5, ხო? აი ამას მე true positives ვერ დაუძახებ, ხო? იმიტომ რომ კლასი A კი ვიწინასწარმეტყველე, მაგრამ დიდი ფართობით ავწვდი, ხო? აი ამ წყვილზე ვიზახი. ხო? აი ამას ვერ დაუძახებ ასევე true positives, იმიტომ რომ ფართობი კი ვიწინასწარმეტყველე სწორედ, ხო? მაგრამ კლასი შემეშალა. B დაუძახე, როცა A იყო. მაგრამ ამას იმიტომ რომ ფართობშიც ასე თუ ისე დავემთხვიე 0.5-ზე მეტი ვთქვი რომ ოკეი არის მეთქი და თან კლასშიც დავემთხვიე, უკვე ვიტყვი რომ true positive არის, ხო? აი ეს წვილი. კაი, ამის დეფინიციასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები? მაშინაც გები. ეს წესით ისედაც თქვენთვის ნაცნობი არის წინა ლექციებიდან, ხო? და ასევე იგივენაირი, ანუ მსგავსი განმარტება აქვს false positives და false negatives. თუ დეტექცია იდეაში არასწორად ვიპოვე მაგალითად, რომ არასწორი კლასი მაქვს ან დუბლირებული დეტექცია მაქვს, მაგ შემთხვევაში ვიტყვი, რომ false positive-ია. ხო, ანუ იმიტომ რომ პოზიტიურად დავალეიბლე რაღაცა და კლასი ამერიან სხვაგან ვთქვი რომ არის მეთქი, ან სიტყვაზე თუ საერთოდ ავაცილი ობიექტს და ვთქვი რომ ვერ გამოვიცანი ობიექტი, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგ შემთხვევაში ვიტყვი რომ false negative-ია თქო, ხო? ანუ სიტყვაზე აქ იყო ობიექტი, აი აქ იყო ობიექტი B, ხო? კლას B იყო. მაგრამ ჩემმა დეტექტორმა არაფერი არ იქნა რა, საერთოდ და ეგ იქნება მაგ შემთხვევაში false negative, რა, ასე რომ ვთქვათ. ხო, არასწორად დანახული, კიდევ ვერ დანახული ობიექტი იყო საერთოდ. ხო? ამას დაკავშირებით გვაქვს კითხვები? ამ ნაწილთან დაკავშირებით. გასაგებია, ხო? კარგი. და ანუ precision და recall-ი ეს უკვე ისა რა წინა ლექციებიდან არის, იგივენაირი ფორმულებია ზუსტად და იგივენაირი შინაარსი გასდევს ამასაც, რაც კლასიფიკაციის ამოცანის დროს ქონდა, ხო? ხო, ანუ ახლა ესენი ვიცით, ერთ-ერთი რჩება განმარტოთ average precision-ი რა არის და mean average precision-ი რა არის, ხო? ანუ ეს უკვე რომ დავითვლით თითოეული threshold-ისთვის precision-ს და recall-ს, ხო? მე ვაგებთ ასე რომ ვთქვათ, წიგნს, ხო? precision-ს და recall-ის წიგნს, რომელსაც დაახლოებით ასეთი სახე აქვს ხოლმე, ხო? სხვადასხვა threshold-ებისთვის დათვლილი precision და recall-ი აქვს ხოლმე, ხო? ანუ ეს კურვები წესით გავლილი გვაქვს, ხო? და იდეა ისაა, რომ ჩვენ უნდა ვნახოთ ესა per class. ჩვენ უნდა ვნახოთ ფართობი აი ეს ფართობი რა. ხო? თუ ეს ფართობი მაღალია, ესე იგი ამ კლასს ჩვენ კარგად წინასწარმეტყველებთ, იმიტომ რომ სხვადასხვა threshold-ისთვის ძირითადად მაღალი precision-ი მაქვს ხოლმე, ხო? მაღალი ფართობი რას ნიშნავს, ხო? მაღალი ფართობი, მაქსიმალური ფართობი აი ეს არის. რაც შეიძლება მივიღოთ, ეს თუ აქ ერთია, ხო? აქაც თუ ერთია, ეგ იმას ნიშნავს, რომ precision-ი მუდმივად ერთი სტოლია და ესე იგი რა გამოდის, ხო? რომ მე ბოდიში რა გამოდის, რომ
მე true positive-ების წილი ძალიან მაღალი მაქვს. ასე რომ ვთქვათ, true positive-ებში საერთოდ არ ვწდები, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იდეაში, რა, ანუ ჩვენი ევალუაციის დროს. და ზოგადად ეს რახანას ერთი კლასის მიხედვით ეს წირი, ხო, ანუ ამ ფაქტობის დათვლა. აი ამ ფაქტობის დათვლა არის კიდე min ფაქტობის დათვლაც რა. ეს არის ყველა კლასისთვის საშუალოდ შენი AP რამხელა არის რა. და ზუსტად აი ამ სკორის მიხედვით გამოითვლიან ხოლმე რამდენად კაი არის შენი დეტექტორი, ან რამდენად ცუდი არის. ანუ საბოლოო სკორი რაც შეამოწმებენ, რაც gold სტანდარტი არის, იდეაში აი ეს არის რა, საშუალო ჯამი AP-ების, ეს არის იური კლასის და გაყოფილი N-ზე, სადაც N-ი არის კლასების რაოდენობა, ასე რომ ვთქვათ, ხო? კარგი. ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, თუ გავიგეთ, გამისპამეთ ლაიქები. ოკეი. კარგი. ხო, ეს იყო იდეაში ობიექტის დეტექციის შესავალი ლექცია. კიდევ ძალიან ლაითად მინდა შევეხო სეგმენტაციის measurements, ეს structure measurement-ი ქვია, რომელიც იდეაში გამოიყენება სეგმენტაციაში და ამას უფრო სეგმენტაციაში გაივლით. თუმცა იდეა სეგმენტაციისაც რო ვთქვათ, არის ეგეთი, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში თუ ვითვლით bounding box-ებს და ვითვლით ობიექტი სად მდებარეობს, ხო? იმ შემთხვევაში ვითვლით pixel ობიექტი სად არის რა? ანუ ამ შემთხვევაში აქ შეხედეთ პიქსელებს ვაფერადებთ, ასე რომ ვთქვათ, ძაღლისას, კატისას და ასე შემდეგ, ხო? და მაგის მიხედვით განვასხვავებთ ობიექტებს. და ნუ რამდენად კარგად დავთვალეთ ეს პიქსელები რამდენად კარგად დავაპრედიქტეთ, იდეაში მაგისი სკორი არის, თუმცა სეგმენტაციის ლექციების დროს უკეთესად გაივლით ეჭვი მაქვს. ხო. კარგი. ეგ არის და ეგ დღეისთვის იდეაში სულ ეს არის კიდევ ერთხელ რომ რეკაპი გავაკეთოთ მიმდინარე ლექციის შემდეგი არის რომ როცა ჩვენ დეტექციის პაიპლაინს ვლაპარაკობთ ეგეთ რამეს ვაკეთებთ რომ ჯერ იდეაში უნდა კონდეს ენკორები ძირითადად ესე მუშაობს ხოლმე და მაგას ლექციებში გაივლით შემდეგ როცა მოდელი გაქვთ დააპრედიქტებთ იმ ტრიპლეტს რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ და უკვე როცა ეს დაპრედიქტებული ტრიპლეტი გაქვთ ჩვენ აკეთებთ ეგეთ რამეს რომ threshold-ებით თამაშობთ რაღაცებს გადააყრით რომელიღაცა ობიექტებს და რაც დაგრჩებათ იმ ობიექტებით შემდეგ უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ ევალუაცია ამ ჩვენი MAP სკორის და ნახოთ რამდენად კაი არის თქვენი მთლიანი პაიპლაინი, ასე რომ ვთქვათ, თავისი post-processing-იან მოდელიანად. კარგი, დღეისთვის სულ ეს ორას მინდა მეთქვა, თუ კითხვები გაქვთ, შეგვიძლია გავიაროთ, თუ არა, შეგვიძლია დავასრულოთ ლექცია. კარგი. კითხვები არ ჩანს, მაშინ გავთიშავ recordings და შეგვიძლია დავასრულოთ ლექცია ნახვამდის. ნახვამდის. კარგად. ნახვამდის. ნახვამდის.